და ბატონო გია მოგესალმებით, თქვენ ხართ ახლა ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავას ბაზრობის, რა მდგომარეობაა? პირველ რიგში ამას კითხავთ და როგორ ფიქრობთ, რა მოხდა მანდ გუშინ? რა მოხდა ამის თქმა ძალიან რთული არის ჩემი მხრიდან ამ შემთხვევაში მე გუშინ გახდით აქ დაახლოებით 3 საათამდე ვიყავი და ეთქვა ჩემ და საბედნიერო ტელეკამერებმა არ დამაფიქსირეს და ეს ბრალი არ ნამდეს იმაში რომ მე ხელს უშლიდი ვინმეს რამის აქ ხანდრის ჩაქრობაში მდგომარეობა ის არის ერთადერთი რაც არის პატარა დადებითი არის ის რომ პრობლემები შედიან მორიგეობით მაღაზიების მეპატრონეები სწორედ ისე მოვაჭრეები და ნახულობენ თავიანთ ზარალს ბევრი მათგანი გადარჩა რაც სასიხარულოა თუმცა ბევრი მათგანი საკმაოდ დამკვიდრებული გამოვიდა აქედან და რა თქმა უნდა ზარალი არის ძალიან დიდი მე მომიწევს გამეორება და თქმა ერთი რამის მხოლოდ და მხოლოდ რომ შეთქმულების თეორიების ნაკლებად მჯერა, თუმცა არსებობს ალბათობის თეორია, რომელსაც ნამდვილად მჯერა. ბოლო 5 წლის მანძილზე ქართული ოცნების პირობებში 12 მსგავსი ობიექტი დაიწვა. 9 წელს თავი გავანებოთ 2012 წლამდე 5 წელი ნებისმიერი მონაკვეთი ავიღოთ, მსგავსი რამე არ მომხდარა. როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენელი ბატონ ჯაბა ამბობს, რომ აი ეს იყო ჩვენ ვაცლიდით მშვიდად და წყნარად ნაციონალურ მოძრაობას, როცა ისინი მართავდნენ ქვეყანას და არ ვერეოდნენ არაფერში, არ იყენებდნენ თურმე ადამიანის უბედურობას თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის აბსოლუტური სისრუე. რაფალიანსის სიკვდილის გამოყენები, ეს არის კლასიკური, მასზე უფრო ბინძური გამოყენება სხვა ადამიანის უბედურობის საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, მე მგონი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს და მთელი მათი ეს 9 წლის ოპონირება არის თავიდან ბოლომდე აგებული აი ამ სხვისი უბედურობის საკუთარი ინტერესებით, თორე აქ რაფალიანსი აინტერესებდათ, აქ სამწუხაროდ სადოგეგლიანის ბედი აინტერესებდათ და აქ არავის ბედი. მათ ყოველთვის აინტერესებდათ, რომ ყოფილიყვნენ აი ამ ოპონირების რეჟიმში, ისე რომ მათი მხრიდან, შეიძლება ცუდად ეს, მათი მხრიდან ამაზე საუბარი, რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობა იყენებს ვინმეს უბედურობას, ეს არის უბრალოდ უნამუსობა ჩემის აზრით. ბატონო გია, მე მინდა გითხრათ, რომ ჯაბა ჯიშკარიანი არის ჯერ კიდევ ხაზზე, თუ იქნება თქვენი სურვილი, თუ მოისმენთ რის გაგცემდათ პასუხი. ისიც კი მახსოვს. ისიც კი მახსოვს ძალიან კარგად, თუ შეიძლება დავამთავრე. ისიც კი მახსოვს ძალიან კარგად, რომელიღაც წელს არ მახსოვს რომელი იყო, სუიციდის ფაქტი იყო რამოდენიმე ათეულით უფრო მეტი ვიდრე წინა და მაშინაც მაშინდელი ოპოზიცია გამოვიდა და ამბობდნენ იმას, რომ ეს არის სახელმწიფოს, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ზარი, რომ სუიციდი გაიზარდა სადამდე მიიყვანეს ხალხი. და ეს ხალხი დღეს იძახიან იმას, რომ თურმე აქ ხელს უშლიდნენ. ეს ამბავი რომ მოხდარიყო 2012 წლამდე დარწმუნებული ვარ, დღეს იგივე პიროვნებები იტყოდნენ, რომ დაინახეს იქ სააკაშვილი, მითი აქვია, ასანთით ხელში ან რომელიღაცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. თუმცა, რას ვიძამთ, ენას ძვალი არა, კი ბატონო, ისაუბრონ, ხალხი ხედავს სიმართლეს და ხალხი ხედავს რაც ხდება. 12 ობიექტი 5 წელიწადში არის დამწვარი და აბსოლუტურად არც ერთი მათგანი მიყვანილი არ არის გამოძიება ბოლომდე. არავინ არ არის დასჯილი და თუ ეს ესეთი დამთხევაა, მსგავსი დამთხევები წინა წლებში იმ საშინელ 9 წელში რატო არ ხდებოდა მსგავსი დამწყებები? ძალიან მაინტერესებს, რატო არ იწვევოდა მაშინ, რატო იწვება? ცეცხლმა შეიცვალა, რამე ნირი მაგაზეც კი ბატონო, თუ გლობალური დათბობის ბრალი არის და ეხლა გააქტიურდა, ძალიან რთულია ამაზე, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში პასუხი არ ამგონი ამაზე ვინმეს კონდეს დამაჯერებელი, მით უმეტეს ახლა ჩემ ოპონენტებს. თუ შეიძლება ჯაბა ჯიშკარიანის პასუხ ძალიან მოკლედ ირაკლი გყავთ, რომ ჯაბა გველოდე. სამშვენიერი ურთიერთობა ბატონ ჯაბასთანაც, ბატონ გიასთანაც, უბრალოდ ორივეს მინდა ჩემი აზრით შენიშვნა უთხრა, რომ ვერც წინა ხელისუფლების დროს და ვერც მოქმედი ხელისუფლების დროს თქვენ რეალურად ვერ უზრუნველყავით დიდუბელების ინტერესების დაცვა, იმიტომ რომ საკმარისია პატარა ნიავი დიდუბელში, როცა აი და რამეთახმებით ალბათ ყველა იმიტომ რომ ნამყოფი ხარ და მე დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი დუბელში და ახლოს ვიცნობ ამ პრობლემას, მთელი ეს საშენი მასალების წვერი შედის დიდუბელების საცხოვრებელ ბინებში და მოდი უფრო საქმიანი იყოს პოლიტიკურ ინტერესებს მაგ დავასრულებ რა მე არ საუბრობ მე მინდა რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რეალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე და პრობლემებს. დიახ, ჯაბა გისმენთ. ეს ვისათქმელი იყო და ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პოზიციის დაფიქსირებისთვის, რომელმაც ბატონმა გია ჭანტურიამ დააფიქსირა. მე ცოტა არ იყოს მიკვირს და ალბათ საზოგადოებასაც ნერვები ეშლება და ბრაზდება მის ამ პოლიტიკურ დამოძღვრაზე, რომელიც ახლა მან გადმოგცა ამ პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ გია ჭანტურია არ არის
მე ვფიქრობ, არა აქვს მას მორალური უფლება საერთოდ გველაპარაკოს რამე პოლიტიკური წინადადებებით, ვინაიდან ყველას კარგად გვახსოვს გია ჭანტურიას ნამდვილი სახე. ის არ იყო, მას ერქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და ის როგორ ექცეოდა საკუთარ მოსახლეობას და როგორ აცემინებდა ზონდერ ბრიგადებს, დუბინკებით, საკრიბის, რა ქვია, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ეს ყველას კარგად გვახსოვს და ის იყო გამგზელებელი იმ ძალადობრივი რეჟიმის, არასერიოზულია. რეალურად წარმოქმნილი. არასერიოზული არის ესეთი საუბარიო ჯაბა. მე გთხოვთ შეგიძლიათ რამე უფრო ისეთი უარესი დამაბრალოთ ბატონმა ჯაბამ რაღაცა უფრო ისეთი. ხალბატონო მაგ კადრებიც გვაქვს ჩვენ ამის კადრებიც გვაქვს 2009 წელს ყველაფერი შემიძლია თქვენც გაგახსენოთ ჩვენ ახლა დამწვარი ბაზრობის შესახებ საუბრობთ ბატონო ჯაბა მე გთხოვთ მოდი თემაზე ვისაუბროთ თუ შეიძლება არა მე 12 დამწვარი ობიექტიდან რომელში გაიყვა რამე თუ შეიძლება ისა გია მომისმინე 12 დამწვარი ობიექტი კი არა 12000 კაცი ყავდათ ოფიციალურად ნატანჯი და დახვრეტილი ქალაქის საერთოდ რანამუსით გველაპარაკებით თქვენ რანამუსით ლაპარაკობთ ან ქალაქის მერიაზე ან ქალაქის საკრებულოზე საერთოდ ნამუსი გააქვთ ამ ყველაფრის მერე თქვენ რა აბა ნამუსი ვის ელაპარაკებით საერთოდ ვის ელაპარაკებით ნამუსზე ყველას ძალიან აბა ჯიშკარიანი ვის ელაპარაკებით რა კენ გამოგადული რომ დარბოდი და რესტორნებში ვიღაცებს იმებს მოწმებდით რა ქვია გადასახადებ გადასახადებს არა მილიონებს ხავთ დავდებით რესტორნებში ხარჯავდა ხალხი ამ ხელა ხალხის ფულს ხარჯავდით და იყენებით არაპირდაპირ და იმამუსოდ იქცეოდით თითოეული ძალიან ხოთ ბატონებო თემას ავწვდით და მე მინდა ხოლმე ამ თემაზე დავასრულოთ და დაგემშვიდობებით მართლა თუ შეიძლება დავამთავრებინეთ რა თუ იმიტომ მომიყვანოთ თემას გააправებინოთ რაღაც სისულელეები ხალხი პრობლემა უბედურობა ჭირდა ეს ვიღაც რა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მელაპარაკება არა ძალიან ხოთ აღარ გვინდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბარი ნამდვილად მოდით თემაზე ვისაუბროთ და დავასრულოთ და მე დაგემშვიდობებით დამამთავრებინებთ ას დიახ ბატონო გიაგისმე ხალბატონო მაგა თუ შეიძლება დავამთავრებ ძალიან მადლობას გიხდით მოწვევისთვის დიახ დაასრულეთ წინადადება და დაგემშვიდობებით ჯაბა ის პრობლემაა საზოგადოებას უსურვებ გამძლეობას ამ ადამიანების სმენა რომ ერგო კიდე წილად ამ ყველაფრის მერე და მე მინდა გისურვოთ წარმატება თითოეულ თქვენთანაც და სულიერი სიმშვიდე რაც შეეხება ჩვენ ძვირფას ოპონენტებს მათ მოუწოდებ ალბათ დადგა ის დრო რომ მათ ყველაფერზე უარი თქვენ და სახლებში წავიდნენ არც კენჭისყრაც აქვს მათ აზრი არაფერს არანაირი აზრი არ აქვს იმ პოლიტიკური კულების დაწელების თელობა რომელიც დღეს მიმდინარეობს ძალიან მალე არჩევნების სახეზე და ქართული ხალხი ყველაფერს ხედავს და დიდი მადლობა ეს ყველაფერი ძალიან მალე დაუბრუნდებათ უკან და ნახავენ ისინი როგორ გაცამთავრდებიან პოლიტიკურ მოედანზე ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ხელისუფლება რა ზომებს მიიღებს როგორ დაეხმარება დაზარალებულ ადამიანებს დიდი მადლობა ბატონო ჯაბა რომ გვერდებოდით პირდაპირ საკრებულოს წევრი საზოგადოებას რო გვისმენდა ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი იყო რაღაცა სტუმარი ვემშვიდობები დიახ ბატონო გია გისმენთ თქვენ და თქვენს დაგემშვიდობებით დიახ ნაღდათ არანაირი სურვილი არ მაქვს ჯაბა ჯიშკარიანი შევიყვე ამ კამათში თუმცა ერთს ვიტყვი უბრალოდ რომ ხალხი რომელმაც მართლა მთელი თავიანთი პოლიტიკა სხვა ადამიანების უბედურობაზე ააგო მთელი თავიანთი პიარს მუდმივად ამაზე აგებდა და რეალურად მართლა არ აინტერესებდა არც ერთი მათგანის ბედი ნუ ამ პოლემიკაში მათთან გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა აქ არის ძალიან ბევრი საეჭვო ფაქტი თუნდაც ის რომ რამოდენიმე კვირის წინ აქ იყო საუბრები იმაზე რომ იყვნენ თუ არა თანახმანი შეეცვალათ ადგილსამყოფელი ეგეც ჩემის აზრით საეჭვო არის პრობლემა არის ის რომ ვინც იძიებს ამ საქმეებს თავად ისინი არიან ხშირად ხოლმე დაინტერესებულები მე კიდევ ერთხელ ვამბობ შეუძლებელია 12 ესეთი ფაქტი მოხდეს და არც ერთი მათგანზე ფონი რამე არ ჩანდეს მე ეგეთი რაღაცა საერთოდ არ მახსოვს და კი ბატონო, აი მოვიდ მოინდა ბატონ ჯაბა ესაუბროს ამ ხალხს და გამოკითხოს რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ და რანაირად ფიქრობენ. ბატონო გია, იქნებ დაამთავროთ. კარგი, დავემშვიდობები გია ჭანტურიას. ძალიან ცუდად მესმის რა და თუ შეიძლება დავამთავროთ, ხო და მე თქვენი დიახ, დაასრულეთ ბატონო გია და დაგემშვიდობებით. დიახ, თქვენი აზრით რა მოხდარია? ყოველგვარი საუბარი რატო არ ქონდა ვიღაცას დაზღვეული? იცით რამდენი აქვს შემოსავალი? მართლა კაპიკები არის და თავიდან თავი გააქვთ. ეხლა აქ უცებ როდესაც რაღაც გავში მოხდება, უცებ წარმოიდგენენ ხოლმე საქართველოს რაღაც შვეიცარიას, რაღაც აყვავებულ ქვეყანას, სადაც დაზღვეულიც უნდა იყოს, ბანკიდიც უნდა ყავდეს და აწყობილი ცხოვრება რო იყოს ამ ქვეყანაში. ბოლო 5 წლის მანძილზე უკან მიდის, აწყობისკენ მიდიოდა სამწუხაროდ და გაჩერდა ეს პროცესი. შეიძლება მსგავსი რაღაცეები და არც მოხდებოდა და მე დარწმუნებული ვარ რომ არ მოხდებოდა. ისე რომ ეხლა მთავარი გამოსავალი არის რაღაცნაირად ამ ხალხმა გააგრძელოს
თავისი ღვაწლი რაღაცა, ეს ვაჭრო 2 კაპიკი შეიტანოს საკუთარ ოჯახში. ეს არის მთავარი ამოცანა. პირველ რიგში, მეორე რაც ჩემის აზრით არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ვიღაცა ლაპარაკობს, რომ აი აქ უკვე იყო რეკრეაციულ ზონებზე, რაღაც მსგავსზე, უკეთეს პირობებზე და ასე შემდეგ, აქ არც ერთი ადამიანი, ვინც აი აქ მოვაჭრი არის, არავინ არ არის წინააღმდეგი, არც უკეთესი პირობების, არც უფრო უკეთესი ჰაერის, არც უკეთესი, რა ვიცი, მომსვლელისთვის და დამსვლელისთვის. მე თავადაც ხშირად მოვდივარ, თითქმის ყოველ მეორეს ვიცნობ აქ. და მე თავად ვარ კლიენტი აქაურობის და მართლა ყველას ვიცნობ თითქმის და მაქვს ეს ურთიერთობა და ვიცი ძალიან კარგად მათი ყოფა როგორი არის და თითოეულ მათგანის გული შეტკივა ამ ქალაქზეც, ამ თბილისზეც და ამ უბანზეც. თუმცა ამას უნდა ხელშეწყობა, დაწვა კი არ უნდა ამას და იმას რა ქვია, მიწასთან გასწორება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის საფუძვლიანი ეჭვი, 12 ფაქტი, არც ერთი დამნაშავე და სამწუხაროდ კიდევ ერთს ვიტყვი. ელიავას ბაზრობა ბრენდია. გვინდა თუ არ გვინდა ეს ესეა, ხალხი აქ მოდის, რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული პირობები გარშემო, მაგრამ ყველაფერს შეიძლება ესრულოს ცივილურად და შეთანხმებით და ამ ხალხთან რაღაცნაირად კოორდინაციით. მოვიდეს, კითხეს, ხალხმა თქვა უარი ამ გადასვლაზე, იყო ამაზე საუბარი, შემდეგ მოხდა ხანძარი. დასკვნები გააკეთეს, მაგრამ ვიძიებს თავის საწინააღმდეგოს არ გამოიძიებენ. ერთი საქმე აქ ბატონ ჯაბა რაღაცას ლაპარაკობს, 12 გადამწვარზე კი არა, რომელიმე გახმაურებული საქმე არის საერთოდ გამოძიებული და როცა იტყვიან რომ ნუ ჩქარო დაველოდოთ გამოძიებას ველოდებით 5 წელია გამოძიებებს არანაირი შედეგი არ ჩანს და უნდა შეიცვალოს ის ხალხი ვინც ამას ვერ იძიებს მოვა სხვა ხელისუფლება ძალიან მალე და გამოიძიებს აბსოლუტურად კარგი, დიდი მადლობა ბატონო გია, დიდი მადლობა რომ გვერდთვებოდით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ნაციონალური მოძრაობიდან გია ჭანტურია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.